აი იმ ფაქტს აფიქსირებენ, რომ ჩვენ ისინი იმიტომ გვამარცხებენ, რომ ცალ-ცალკე ვართო. აი ამასაა იმ მოლაპარაკებაში, ხო? და ამ გარემოებიდან გამომდინარე, რომ კოხტას თავას იყოს ეს შეკრება და ყველაზე შორეულ მხარეს დადიანს და რაჭის ერისთავს უფრო ადრე უნდა წასულიყვნენ, აი ის მომენტი აღმოჩნდა ეს ბედნიერი ღმრიანი მომენტი, რომ ისინი იმ თავდაპირველ შეპყრობას გადაუშვენ. მე როგორ მოხდა? ხო, აი როგორც აი საინტერესოა იცით, რომ ივანე ჯავახიშვილი აი ამ მოკლე ისტორიაში, რომელიც მე თავიდან ბოლომდე შევადარე ნაწერი გამოცემულს, იქ საერთოდ არ ახსენებს ცოტნეს ერთხელ ახსენებს, როგორც მეშვიდე მერვე იმისი დუმნის თავს და იმ შეთქმულებას საერთოდ არ ახსენებს და არა უბრალოდ შეთქმულებაში არ ახსენებს ცოტნე დადიანს და როგორც ჩანს ეს მაინც იმის გამოხატულება რომ მას ნაკლებად ჯერა ჯამთაღწერლის ამ აღწერილობის რომ იმიტომ რომ ისეთ ახლა მართლაც ძალიან გულუბრყვილო უნდა ყოფილიყვნენ მონღოლები რომ დაეჯერებინათ რომ ის არაფერ შუაში არ იყო, მან წარმოდგენა არ ქონდა ამ შეთქმულებაზე და ამიტომ გამოუშვეს სულ. სინამდვილეში აქ მონღოლური ძალიან გამჭრიახი და ეშმაკური ჩანაფიქრი ჩანს, რომ მათ გადაწყვიტეს, რომ ასე დაემორჩილებინათ ეს ყველა და ვითომ დაიჯერეს, რომ აი ნახეთ როგორი არაფერ შუაში არ იყო და ასევე მივიდა და დაჯდა მათ შორის დასაცმელი გაიხადა მათ შორის თაფლის წასმა ეს ვახუშტი აწერია სამთაღწერელთან ეს ვახუშტი დაუმატა ხელები შეკვა და უბრალოდ გაშიშვლება და მზეზე და რაღაცა უნდა გვერდი ეგეც ძალიან დიდი შეურაცხყოფა იყო და ეს თაფლი ეს ვახუშტიმ დაწერა და ეს ყველგან დღეს რატომაც ამას იმეორებენ